დავით უსუფაშვილის რესპუბლიკური პარტიიდან წასვლას უკვე მოყვა პირველი შეფასებები. კომენტარები გაკეთა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის მხრიდან. რატი ხვისდანი განარცობს თემას ახლა პირდაპირ ეთერში, რას ამბობენ მართლ პარტიაში, ხომ არ ყოფილა უსუფაშვილთან გარკვეული სახის მოლაპარაკებები, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობასთან დაკავშირებით. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან არ გამართულა, როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ანანა კობახიძემ განაცხადა, მისთვის ცნობილია დავით უსუფაშვილის პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომ მას არ სურს კარიერის გაგრძელება სასამართლო ხელისუფლებაში და აქედან გამომდინარე, როგორც კობახიძე აცხადებს, კონსულტაციები ამ თემასთან დაკავშირებით უსუფაშვილთან არ გამართულა. მართლ გუნდში მიიჩნევენ, რომ რესპუბლიკური პარტიის უკვე ყოფილი წევრი საქმიანობას კვლავ პოლიტიკაში გააგრძელებს. ის თავის თავს როგორც ვიცი, რამდენადაც მქონია მასთან შეიძლება ძალიან ეპიზოდურად, მაგრამ ამაზე საუბარი თავის თავს სასამართლო ხელისუფლებაში არ განიხილავს. ყოველ შემთხვევაში უფრო მეტად პოლიტიკურ აქტიურობას არჩევს ის და ამიტომ მგონია, რომ უფრო პოლიტიკური პარტიის სივრცეში გააგრძელებს ის აქტიურობას. ოპოზიციის წარმომადგენლები კი სამწუხაროს უწოდებენ დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილებას, რომ დატოვოს რესპუბლიკური პარტია. ისინი აცხადებენ, რომ ყველაფერი ქვეყანაში შექმნილი გარემოს ბრალია და ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, პარალელ საუბრებს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან. ისინი მიიჩნევენ, რომ იმაში დამნაშავე, რომ სხვადასხვა ლიდერები ტოვებენ პარტიებს, სწორედ ბიძინა ივანიშვილია. ოლიგარქთან ესეთი თამაში, როდესაც მის გამართლებას და რაღაცნაირად შელამაზებას ისახავ მიზნად, თავდება ასე სავალალოდ და ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონმა დავითმა ეს თავის დროზე ვერ დაინახა. საქართველოში ბობოქრობს პოლიტიკური დევი, რომელიც ყლაპავს პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ სისტემებს, სახელმწიფოს, პოლიტიკოსებს, რომლის მიზანია დაშალოს და დაიმორჩილოს ყველა და ყველაფერი, რაც ქვეყანაშია პოლიტიკური პარტიების ჩათვლით. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა არ გადააყოლოს თავისი ეს მე ასე თუ ისე იმიჯი რესპუბლიკური პარტიის ძალიან გასწრული იმიჯს და გადაწყვიტა, რომ ასე ვთქვათ, სოლო კარიერა განახორციელოს და ეცადოს დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილის ორბიტაზე. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერასდროს სხვა შემთხვევაში ვერ გახდება მაღალი თანამდებობის ასეთია პოლიტიკოსების შეფასებები დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. პოლიტიკაში ჩართული პირები მიიჩნევენ, რომ დავით უსუფაშვილი კვლავ დარჩება პოლიტიკაში. მადლობ რატი ხვისდანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.